ხარ ერთი 10 წელია მინიმუმ მე პირადად მაგ 10 ჯერ დანარეკი მერიაში აი ჩემ Facebook-ში რო ნახო აი ძალიან ბევრჯერ მაგ დადებული იქ ბებოს ამყიდულობდი აჯიკასთან რაღაცებს და სულ ვაფრთხილებდი რომ აქ რანაირად არა მიყურადღება არ მიაქცია რა ანუ იმხელა რაღაცა იყო გადმოწეული რაც ლოგიკურია საფრთხეს ქმნიდა პატარა კენჭები ცვიოდა არ ჯეროდა ანუ ამ ადამიანებს არ ჯერათ რა სანამ რაღაც არ დაეცემა თავში და სანამ უბედურება არ დატრიალდება აი ყურადღებას არავინ არ აქცევს და რავი ანუ თვითონ აი როგორ დადიოდნენ იქ მე არ ვიცი რა როგორც ჩანს გარედან ჩავდა არაფერი არ ჩადარებია. არა, იქ გადმოწეული იყო, ანუ აქედან არ დავდიოდი სპეციალურად, აქედან უყურებდი რომ აი მე და ჩემი მეუღლე ვიყავით იმ დღეს და იმასაც ვუთხარ რომ იქ არ გაიარო, მეთქი არ გადმოვარდესო რა, ანუ იმდენად ნათელი იყო რა და არ ვიცი ახლა რანაირად არ უნდა მიაქციო მაგას ყურადღება, მე ვერ ხვდები იქ რომ მუშაობდა ის ბებო, სულ მაგას ვეუბნებოდი, მეთქი რანაირად ხარ აქ რა. ეგო ეგრე 10 წელია ვარ. ძალიან დიდი რყევა იყო დღეს. ძალიან დიდი ძალიან სწრაფად მიდის იმ გრევა და იყო დიდი რყევა და იმ რყევის ბიძგები და ხა ირგვლივ რო აქ ეს შენობა არც ერთი არ არის ახალი ეგ მერიამ კერა ნებისმიერ აქამლელმა იცის რა შენობები არის და კოსმეტიკურად დაფარული რა ის არის აქ შენობის შიგნით ინფორმირებული უნდა ყოფილიყო წესით რას ანგრევენ და როგორ ანგრევენ ყველამ უნდა იცოდეს ეს მერიაში რო ხდები და რო დაიწყებ მუშაობას ნებისმიერი საქართველოში შენობა ყველაფერი უნდა დაზეპირებული იქონოს რომელიც შენობა რა მდგომარეობაშია ამ ახალ კორპუსებს რო აშენებენ და ფულებს ჯივეში იდებენ ჯობია ძველ კორპუსებს მიაქციონ ყურადღება და ხალხი როგორც გვერდში ამოიყენონ გვერდში არჩევნების დროს ხო იციან ხმების მოცემა და დამეხმარდა მეც დაგეხმარები ყველა ბევრი ლაპარაკობს ამნაირ რაღაცას თუ გინდა ნებისმიერი საქართველოში რამდენი კორპუსიც არის ყველა ავარიულია ერთადერთი იმას ვიტყვი რომ ბიძგები იყო ბორჯომის ვაგზალს ანგრევენ იმ ბიძგებმა იმოქმედეს მთელი დღის განმავლობაში ისე მეგონა რომ მიწისძვრა იყო და მიწისძვრა თუ იყო ბიძია იმას იმოქმედა იმ ავარიულ მდგომარეობაში კორპუსი და დაინგრა всё და იგივე კორპუსი ბევრი არის საქართველოში და თბილისში